ყველა ზღაპარი იწყება შემდეგი ფორმულირებით იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა სხვათა შორის საბჭოთა პერიოდში გამოცეულ ბევრ წიგნში სიტყვა ღვთის უკეთესი ამოღებული იყო რედაქტორების მიერ ნეტარატო რა ფილოსოფიური აზრი დევს ამ შესავალში ბუნებრივია ასე ჰაერზე არ გადაწყვეტეს რომ ამით დაიწყო ზღაპრები ჩვენ წინა იცით რა მოდი მაშინ ცოტა გავაგრძელოთ მე როგორ გრძელდებოდა ეგ სიტყვები იყო შაშვი მგალობელი ღმერთი ჩვენი მწყალობელი აი ხურეთ ამაზე თუ დაფიქრებულ ხართ რომ ქართველებისთვის ღმერთი არის მწყალობელი ის კი არა რომ ყოვლის შემძლე დროის მიღმა არსებული აი უკვდავი ყველაფრის ცოდნი არა წყალობელი არის მთავარი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მგონია მე იმიტომ რომ ჩვეულებრივად რელიგიებში სხვერპლი არის რისკენაც მოუწოდებენ მორწმუნეს აი სხვერპლი უნდა გაიღო ქართულში ღმერთი მწყალობელია ხო და რა შეეხება იმას რომ იყო და არა იყო რა ეს ახლა ჩვეულებრივი იგავის განმარტება შეიძლება ითქვას რა არ იყო იმ გაგებით რომ მოგონილი ამბავია მაგრამ იყო იმ გაგებით რომ აი თუ ამას ამ სიმბოლოების იქით შეხედავ რაც არის იყო მაშინ თუ პირდაპირ არ გაიგებ და იმას გაიგებ რასაც სიმბოლოების მიხედვით ეს ზღაპარი გელაპარაკება მაშინ ნამდვილად იყო და არის კიდეც